რუსეთს 2026 წლისთვის დიდი გეგმები ჰქონდა. უკრაინის თავდაცვა უნდა ჩამოშლილიყო. დონბასი, რომელიც მშვიდობის მოლაპარაკებების ცენტრში იყო, ძლიერი გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევის შედეგად უნდა დაეცემოდა. მაგრამ გეგმები დაინგრა. წინ რუსეთი კი არ მიიწევს, არამედ უკრაინა. უკრაინამ გაათავისუფლა უზარმაზარი ტერიტორიები, ისეთ გამარჯვებაში, რომელმაც რუსეთის სირცხულში ჩააგდო. ომის დამთავრებასთან დაკავშირებული უკან დახევა მიმდინარეობს, რადგან უკრაინამ რუსული თავდაცვა გაარღვია და 600 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა. პუტინის უკრაინაში შეჭრა ყოველთვის სირცხვილი იყო. მაგრამ როცა რუსეთის ჯარები იმალებიან და მათი თავდაცვა ინგრევა, სირცხვილის ახალი ტალღა ემატება. დავიწყოთ მთავარი ციფრით. 8 ივნისს როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოლექსანდრ სირსკის კომენტარებზე. მისი თქმით, უკრაინის ომში ინიციატივა 2026 წელს შეიცვალა. 4 წლიანი მძიმე, თუმცა ძალიან ნელი წინსვლის შემდეგ რუსეთის მხრიდან უკრაინა სიტუაციას თავის სასარგებლოდ ცვლის. 2026 წელი აქამდე განსაკუთრებული წელი იყო. 6 თვის განმავლობაში უკრაინამ რუსეთისგან 600 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა. ამ მტკიცებებს მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც იგივე მონაცემებს ასახელებს და ეს მიუთითებს, რომ 2026 წლის კამპანია ისე არ მიმდინარეობს, როგორც პუტინს ეგონა. ამ წელს დონბასი საბოლოოდ უნდა გადასცემოდა რუსეთს. ეხლა 2026 წლის ნიშანი ის არის, რომ რუსი ჯარისკაცები იმალებიან, იღუპებიან ან გარბიან იმ ტერიტორიიდან, რომელსაც უკრაინა იბრუნებს. ეს სირცხვილია რუსეთისთვის, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. პირველ რიგში 600 კვადრატული კილომეტრის მაჩვენებელი ერთადერთი რიცხვი არის, რომელიც სირსკიმ და უკრაინის სამხედროებმა გაავრცელეს. მაისი უკრაინისთვის წარმატებული თვე იყო, ხოლო რუსეთისთვის სრული მარცხი. სირსკის თქმით, მაისში გათავისუფლებულ და დაკარგულ ტერიტორიებს შორის თანაფარდობა უკრაინის სასარგებლოდ დაახლოებით 100 კვადრატული კილომეტრი იყო. ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ მაისში უფრო მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე რუსეთმა შეძლო დაეკავებინა. ეს მოხდა გაზაფხულის შეტევის ბოლოს, რომელიც ზაფხულში დონბასის დაცემის საფუძველს უნდა შექმნიდა. მიუხედავად მუდმივი მტრის ზეწოლისა, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ პოზიციების დაცვას, ოკუპანტების განადგურებას და ეფექტურ დარტყმებს ახორციელებენ მტრის ოპერაციული და სტრატეგიული ზურგის სიღრმეში. ეს არის ჩვენი სამხედროების საქმიანობის ძირითობის ძირითადი შედეგები მაისში, რომლებიც განვიხილეთ ჩვენი ყოველთვიური შემაჯამებელი შეხვედრის დროს, განაცხადა სირსკი. და სწორედ ზურგში დარტყმებზე საუბარი გვაძლევს მინიშნებას, თუ როგორ ახერხებს ამას უკრაინა. ამ რიცხვთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ სირსკი სწრაფად მიუთითებდა 100 კვადრატულ კილომეტრზე, ის უფრო თავშეკავებული იყო იმასთან დაკავშირებით, თუ სად აღწევს უკრაინა ამ წარმატებებს. უკრაინის სამხედრო ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ რუსეთმა გააძლიერა შეტევის ტემპი, განსაკუთრებით უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში. მუდმივი ბრძოლები პოკროვსკის, პოლიოპოლისა და ალექსანდრიუკის მიმართულებებს, ასე რომ არ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი არ ცდილობს. უბრალოდ პუტინის ძალები მუდმივად მარცხდებიან. უკრაინას აქვს სტრატეგია, რომ ნებისმიერ შესაძლებლობაზე 1200 კილომეტრიან ფრონტზე რუსული თავდაცვა დაანგრიოს და ეს სტრატეგია მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ სირსკიმ ეს პირდაპირ არ თქვა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკრაინის ბევრი წარმატება ქვეყნის სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში მოდის. 2026 წლის დასაწყისში უკრაინამ დაიწყო კონტრშეტევების სერია ალექსანდრიუკის მიმართულებით, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ კვანძს დონეცკის, ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის ოლქებს შორის. ამ კონტრშეტევებმა უკრაინას საშუალება მისცა მარტის დასაწყისისთვის დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაებრუნებინა. ამიტომ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ უკრაინა კვლავ ანადგურებს რუსული გამაგრებების გარკვეულ ნაწილებს, ალექსანდრიუკის მიმართულებით, რათა კიდევ უფრო გაზარდოს თავისი მიღწევები. შესაძლოა ამ პროცესში სხვა სუსტი ადგილებითაც სარგებლობს. აქ რასაც ხედავთ ორი რამეა. რუსეთი ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას აღმოსავლეთსა და სამხრეთში, მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის ხაზზე შეტევის ტემპს ზრდის. უკრაინა სხვაგვარად მოქმედებს. ის რუსულ ხაზებში სისუსტეებს ქმნის და ის საშუალო მანძილზე დარტყმები, რომლებზეც ვახსენეთ, დიდ როლს ასრულებს. როგორც კი სისუსტე არ მოჩდება, ელუისებური და ზუსტი საპასუხო კონტრშეტევები იწყება რუსული ძალების უკან დასახევად. ეს გონივრული დეესკალაცია დააიძულებს პუტინის ძალებს სიცხულით უკან დაიხიონ. რაც რუსეთის წარუმატებელი ძალებისთვის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, მაისი უკვე მეორე თვეა ზედიზედ, როცა რუსეთმა უკრაინაში ტერიტორიული დანაკარგი განიცადა. ამის შესახებ იუწყება ომის კვლევის ინსტიტუტი, ანუ ISW, რომელიც ამბობს, რომ თუ ტერიტორიულ ცვლილებებს შევხედავთ და უგულებელყოფთ რუსეთის შეღწევის მცდელობებს უკრაინის ნაცრისფერ ზონებში, აპრილში რუსეთისთვის სავალალო სურათი გამოვიდოდა. უკრაინა ამ თვეში მოგებაში იყო, რადგან წმინდა ტერიტორიული მოგება 116.01 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. ერთადერთი რაზეც რუსეთს შეეძლო დაეყრდნო იყო მცირე დანაყოფების ფარულად შეყვანა ნაცრისფერ ზონებში, სადაც ხშირად მხოლოდ ერთი ან ორი ჯარისკაცი იმყოფებოდა და ისინი ელოდნენ და იმედოვნებდნენ, რომ უკრაინის დრონები მათ ვერ აღმოაჩენდნენ. ეს კონტროლი არ არის, ეს ლაჩრობაა, რომელიც ოკუპაციად არის შენიღბული.
დაუბრუნდეთ მაისს. ის ფაქტი, რომ უკრაინამ დაახლოებით 100 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა, ერთადერთი მაჩვენებელი არ არის, რის გამოც რუსეთი კოლექტიურად თავს სირცხვილით დახრის. სადაც არ უნდა შეხედოთ, ციფრები არაფრით გავს იმ დონბასის გამანადგურებელ კამპანიას, რაც პუტინს ჰქონდა ჩაფიქრებული. The New York Post იუცხება, რომ უკრაინამ მაისში 88,000 რუსული ობიექტი დაარტყა, რაც ქვეყანას აძლევს დარტყმის ტემპს. დღეში 2838 შეტევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თავად რუსეთის შიგნით. ამ დარტყმების შედეგად რუსეთის 30,000-ზე მეტი ჯარისკაცი განადგურდა. გარდა ამისა, რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულმა შეტევებმა, რომლებიც მოიცავდა ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, დამატებით დარტყმებს და უკრაინული დრონების ვიზიტებს მოსკოვში, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს 1 მილიარდი დოლარის ზიანი მიაგენა. დამატებითი მონაცემები მოდის United 24 მედიისგან, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინის შორეული დარტყმის საშუალებებმა რუსეთის შიგნით ენერგეტიკის, საწვავისა და სამხედრო-სამრეწველო სექტორებში 111 ობიექტს დაარტყა. უკრაინა შიგნიდან ასუსტებს რუსეთის საომარ მანქანას. და სიესკი ამბობს, რომ ეს ხდება იმიტომ, რომ ახლა უკრაინას აქვს ერთიანი გეგმა, რომელიც ქვეყნის შორ-მანძილზე დარტყმებს აქცევს უფრო ეფექტურს, ვიდრე ოდესმე. მოქმედებაში უკრაინის საზღვაო ძალებიც ჩაერთნენ. მაისში ქვეყანამ, რომელსაც თითქმის არც ერთი საბრძოლო გემი არ აქვს, თუმცა ამას ანაზღაურებს მრავალი საზღვაო და საჰაერო დრონით, ჩაატარა 1500 ოპერაცია, რომლებიც უკრაინული გადაზიდვების დასაცავად იყო განკუთვნილი. შედეგად უკრაინის 623 ხომალდმა შეძლო დუნაისა და დიდი ოდესის პორტებში მისვლა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის კომერციულ გადაზიდვებზე ზემოქმედება. რაც შეეხება რუსეთს, მაისში ბევრი საამაყო არაფერი ჰქონდა, რაც ასახავს იმას, თუ როგორი იყო 2026 წელი ამ დრომდე პუტინის მარიონეტებისთვის. მიუხედავად შეტევების ინტენსივობის ზრდისა, რუსეთის წინსვლა ფაქტობრივად გაჩერდა. რუსეთის არმიის მიერ ფრონტის ერთ რეგიონში მიღწეული ნებისმიერი წინსვლა სხვაგან იბალანსება, რის შედეგადაც ინიციატივას უკრაინა იბრუნებს. 29 მაისს ალ-ჯაზირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2026 წელს რუსეთის ტერიტორიული დანაკარგები სამჯერ აღემატება 2025 წლის მაჩვენებელს, ხოლო ქვეყნის დანაკარგების რაოდენობა უკვე 145,000 აღწევს წელს. ამ დანაკარგებიდან 86,000 იყო დაღუპული, ხოლო 59,000 დაჯრილი. რაც ნიშნავს, რომ რუსეთი მხოლოდ ტერიტორიებს კი არ კარგავს, არამედ ადამიანებს სამუდამოდ კარგავს. ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა. და თავად ზელენსკიმ აღწერა, თუ როგორია სიტუაცია ამჟამად. ვერ ვიტყვით, რომ რუსეთი ამ ომს აგებს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ყოველდღიურად კარგავს ინიციატივას, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 9 ივნისის ინტერვიუში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის დიდი წინსვლა არაფრად იქცა. უკრაინას აქვს უპირატესობა და ინიციატივა მთელ ფრონტზე. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება არ ნიშნავს, რომ უკრაინა ახლა დაიწყებს მასიურ შეტევას რუსეთის გასაძევებლად თავის ტერიტორიიდან, მას აქვს პოტენციალი, რომ ომი დაასრულოს, რადგან ეს ნიშნავს, რომ პუტინის მიერ შექმნილი ნარატივი დაინგრა. რუსეთის პრეზიდენტს უნდა, რომ სოფლიომ იფიქროს, თითქოს უკრაინა ადვილად დასაპყრობია. უკრაინამ 2026 წელი გაატარა იმის დამტკიცებაში, რომ პუტინი ცდებოდა და ეს დიდი სირცხვილია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ომიდან სამარცხვინო გამოსვლას. მოდით ცოტა ხნით სირცხვილზე ვისაუბროთ. პუტინი ისეთ კაცად ჩაპუტინი, ისეთ კაცად ჩანს, რომელსაც სირცხვილი არ გააჩნია. მან უდარდელად მისცა ბრძანება თავის სამხედროებს უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაედინათ, მხოლოდ იმისთვის, რომ ისტორიაში ერთ-ერთ დიდ რუდერად დარჩეს. ამის აღნიშვნა პუტინს სირცხვილს არ არძნობინებს, მაგრამ ის, რაც რუსეთის ლიდერს თავს დახრის, არის ის, რომ გამოაშკარავდეს როგორც ასეთი უნიჭო სამხედრო ტაქტიკოსი, რომ ის რაც უნდა ყოფილიყო სწრაფი და მარტივი გამარჯვება ოვლის შემძლე რუსული არმიისთვის, გადაიქცა არა მხოლოდ გამოფიტვის ომად, არამედ ომად, რომელსაც რუსეთი უკვე წაგებას იწყებს. 2026 წელი უნდა ყოფილიყო უკრაინის დასასრული, მაგრამ ის გადაიქცა წელიწად-წელიწადად, როდესაც რუსული მითის ნამდვილი სახე გამოაშკარავდა. აი ეს იქნება ის, რაც პუტინს სახეს აუწითლებს. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო გვაქვს, ასე რომ გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოგჩეთ ჩვენი ყოველდღიური ვიდეოები. იმის გასაგებად, თუ როგორ მოახერხა უკრაინამ, რომ პუტინს თავისი ომის გამო შერცხვენოდა, ჯერ პუტინი უნდა გავიგოთ. რუსეთის ლიდერი არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე მეტად ძალაუფლებას აფასებს. ის აკეთებს გრანდიოზულ განცხადებებს და ელოდება, რომ ისინი რეალობად იქცევა. ჩვენ ამას ახლა დონბასში ვხედავთ. პუტინი ფიქრობდა, რომ რუსეთის სამხედროები 2026 წლის შემოდგომამდე მთლიან დონბასს აირებდნენ, რაც გულისხმობდა მასიურ წინსვლას უკრაინის აღმოსავლეთში და დონეცკის ციხესიმაგრეების ხაზის განადგურებას. პუტინი ამ მტკიცებაში იმდენად დარწმუნებული იყო, რომ სცადა ეს მშვიდობის მოლაპარაკებებში ბერკეტად გამოეყენებინა და უკრაინას უთხრა, რომ დონბასი უნდა დაეთმო, სანამ გამძვინვარებული რუსეთის სამხედროები უკრაინის თავიანის თავდაცვას გაანადგურებდნენ. რეალობა ადგილზე სრულიად სხვა ამბავს გვიყვება და ეს პუტინს უხერხულობას უქმნის. რუსეთის ძალები არ თარეშობენ, ისინი გარბიან და იმალებიან. ეს ახლა კინბურნის ცხვირზე ვხედავთ.
9 ივნის უკრაინის ახალი ხმა იტყობინება, რომ უკრაინული პარტიზანული ჯგუფი ატეში ამბობს, რომ რუსეთის ძალები აქტიურად ტოვებენ პოზიციებს კინბურნის ცხვირის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში. მას შემდეგ, რაც უკრაინულმა დართვებმა მომარაგების ნაკადები დაარღვია და ეს ჯარები იზოლაციაში დატოვა. ეს არის მოდელი, რომელიც ფრონტის ხაზებზე ყველგან მეორდება. სწორედ ასე შეძლო უკრაინამ 2026 წელს 600 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება და მაისში რუსეთთან მიმართებაში 100 კვადრატული კილომეტრის წმინდა მოგების მიღწევა. ძლიერი რუსული არმია კოლექტიურად შარდავს შარვალში. და პუტინისთვის ეს სამარცხვინო მდგომარეობა, რადგან ეს ამხელს ყველა მის განცხადებას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში. რუსეთი ცდილობს უკრაინაში არსებულ რეალობას დაუპირისპიროს გადაჭარბებული განცხადებები, რათა ძალაუფლების ილუზია შექმნას. რუსეთის შეიარარებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა უკრაინის ომზე ისეთი შეხედულება გააზიარა, რომელიც როგორც ჩანს, მხოლოდ მის თავში არსებობს. გერასიმოვის თქმით, წლის დასაწყისიდან ჩვენი კონტროლის ქვეშ გადავიდა სულ 80 დასახლება და 1700 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია. ეს თავისთავადაც კი სამარცხვინოა რუსეთისთვის, რადგან ეს მაინც მხოლოდ დაახლოებით 20%-ს უტოლდება უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის. თუმცა უკრაინული წყაროები ამბობენ, რომ რეალური მაჩვენებელი უფრო ახლოსაა 600 კვადრატულ კილომეტრთან, რაც რუსეთისთვის კიდევ უფრო უარესია. ის, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ, არის მითის გამჟღავნება. ბევრი მითია სინამდვილეში დაწყებული პუტინის როგორც რუსეთის ძლიერი ლიდერის ისტორიით. პუტინს უნდა რომ მისმა ხალხმა ის დაინახოს როგორც დამცველი, მაშინაც კი როცა უკრაინული დრონები არღვევენ საჰაერო თავდაცვას დიდ რეგიონებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. მისი დიდი სირცხვილია ის, რომ მისი დამაჯერებლობის ძალა, როგორც რუსეთში, ასევე მსოფლიო არენაზე, ბევრს არნიშნავს, როცა ნავთობი იწვის, საწვავი იშვიათია, რუსი ჯარისკაცები მასობრივად იღუპებიან და უკრაინა რუსულ თავდაცვასაც კი არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ძალა შეცვალა დაუმსახურებელმა რუსულმა თავხედობამ და გადაჭარბებულმა მიღწევებმა. ეს თავისთავად დამცირებაა პუტინისთვის. რუსეთის ლიდერმა უნდა იცოდეს, რომ ყოველი სიტყვა, რაც მისგან გამოდის, რუსული გამარჯვების თითქოს და გარდაუვალობაზე თხუილია. და 73 წლის ასაკში პუტინი იძულებულია განიხილოს ძალიან რეალური შესაძლებლობა, რომ უკრაინა მისე მოაწყოს საქმე, რომ მის მიერ დაწყებული ომი მასზე დიდხანს გაგრძელდება. და ასაკის მატებასთან ერთად პუტინი უყურებს, როგორ უსხლტება ხელიდან კონტროლი საკუთარ შეჭრაზე. უკრაინის დათმები სანქტ-პეტერბურგში მოხდა ეკონომიკური კონფერენციის დროს, რომელსაც რუსულ დავოსს უწოდებენ და რომელსაც 10,000-ობით ადამიანი ესწრება მთელი მსოფლიოდან. მათ დაინახავდნენ, როგორ ადიოდა კვამლიცაში, როცა უკრაინამ პუტინის საკუთარი ომის კონტროლის დაკარგვის სიმბოლო აჩვენა. რუსეთი ვერ იცავს საკუთარ თავს უკრაინისგან. იქნება ეს ხმელეთზე თუ საკუთარ ცაში. ამიტომ საქმე მხოლოდ იმ სივრცელში არ არის, რომელიც რუსული ჯარების უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებიდან ფიზიკურ უკან დახევას ახლავს. აქ სიმბოლური სივრცელიც მოქმედებს. ნებისმიერი ძალმოდგენის დამსხვრევა, რომელსაც რუსეთი ცდილობს შექმნას იმის შესახებ, რომ ის უკრაინის ომში გარდაუვალი გამარჯვებულია, მიწაზე რაც ხდება, არ ამართლებს იმას, რასაც პუტინი და მისი ლაქიები ამბობენ. უკრაინის მიერ მოპოვებული რამდენიმე გამანადგურებელი გამარჯვება აჩვენებს, რომ ქვეყანა არა მხოლოდ შორსაა ბრძოლის დატოვებისგან, არამედ ინიციატივა ხელში აიღო და რუსეთი უკანა ფეხზე დააყენა. ის, რაც უკრაინამ გვაჩვენა, ძალიან შთამბეჭდავდავია. აი, რა უნდა მოხდეს შემდეგ, რომ უკრაინამ ეს წარმატება შეინარჩუნოს. უკრაინის მხარდამჭერების დახმარება უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს და ამ მიმართულებით მოხდა მოულოდნელი განვითარება, რომელსაც მალე გაგიმხელთ. მაგრამ იმ ხრივ, რასაც უკრაინა თავად აკონტროლებს, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ის სტრატეგია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა 2026 წელს მოპოვებულ 600 კვადრატულ კილომეტრს, საშუალო მანძილზე დარტყმებს. 2026 წელს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გამოჩნდა დრონების ახალი კატეგორია, რადგან უკრაინას საბოლოოდ აქვს უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც ხარჯთეფექტიანია და შეუძლია რუსული ლოგისტიკისა და სარდლობის პოზიციების განადგურება ფრონტის ხაზიდან 200 კილომეტრამდე მანძილზე. უკრაინა ამ დრონებს იყენებს რუსული მომარაგების ჯაჭვების დასაშლელად, საჰაერო თავდაცვების გასარღვევად და რუსული ჯარების გადაადგილების შესაფერხებლად უკანა ხაზებში, რაც საბოლოოდ ფრონტზე სისუსტეებს ქმნის. ლოგიკა ნათელია. თუ უკრაინა შეძლებს რუსეთს შეუშალოს ხელი გამაგრებული პოზიციების მომარაგებასა და ჯარისკაცებით გაძლიერებაში, ეს ქმნის სისუსტეებს, რომლებსაც შეიძლება გამოიყენონ. დაკანცული და დამარცხებული რუსული ძალები იძულებულნი არიან უკან დაიხიონ, რადგან მათთვის საჭირო რესურსები, რომლებსაც თავდაცვის შესანარჩუნებლად საჭიროებენ, არ მიეწოდებათ. უკრაინა ღრმად უტყამს და შემდეგ ძლიერად ესმის წინა ხაზზე. 100 კვადრატული კილომეტრის წმინდა მოგება მაისში აჩვენებს, რომ სტრატეგია მუშაობს. ომის ახალი ფაზა დაიწყო, რადგან უკრაინა უკანა ხაზზე რუსულ ლოგისტიკას აღჭობს. სახმელეთო მარშრუტები, რომლებსაც რუსეთი ჯარებისა და მარაგების გადასატანად იყენებს, ძლიერ ზიანდება. ეს ვხედავთ ყირიმში, სადაც ეგრეთ ობლიქსის სახმელეთო დერეფანი, რომელიც ოკუპირებულ ნახევარკუნძულს უკრაინის სამხრეთთან აკავშირებს, საშუალო რადიუსის დრონების მასიური შეტევებით განადგურდა. რუსული ძალები იძულებულნი არიან გაიფანტონ, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის კონტრშეტევების საპასუხო შეტევებისთვის და უკრაინა სრულად ეყრდნობა თავის ახალ სტრატეგიას.
27 მაისს უკრაინამ გამოაცხადა ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამის დაწყება, რომელიც აქტიურად აჯილდოებს იმ დანაყოფებს, რომლებიც რუსულ მომარაგების ხაზებს ურტყამენ, მეტი დრონითა და ქულებზე დაფუძნებული სისტემით გათვალისწინებული ჯილდოებით. თავდაცვის სამინისტრომ უკვე გამოყო 113 მილიონი დოლარი ამ პროგრამისთვის. ნებისმიერი დამატებითი თანხის შემოდინება უკრაინას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. და ეს გვიყვანს მეორე საკითხთან, რაც უნდა მოხდეს, რათა უკრაინამ 2026 წელს შეინარჩუნოს ის, რაც აქამდე მიაღწია. როდესაც უკრაინა იწყებს ხმელეთზე უპირატესობის მოპოვებას, მისმა მოკავშირეებმა, როგორიცაა ევროპული კავშირი ანუ ევროკავშირი, მეტი უნდა გააკეთონ ზელენსკის ძალების მხარდასაჭერად. ეს არის ევროპის თავდაცვისა და კოსმოსის კომომისრის ანდრეას კაბილიასის აზრი, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად უნდა იყვნენ მხოლოდ 2026 წელს უკრაინის თავდაცვაზე 80 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯვა. უკრაინის მხარდაჭერისთვის, რა თქმა უნდა, წევრი ქვეყნების მხრიდანაც არის ზომები, რომ იგივე თანხები გაეგზავნოს, რაც გასულ წელს. ეს დაახლოებით 70 მილიარდი ევროა, განაცხადა კაბილიასმა. მისი აზრი მარტივია. რაც უფრო მეტი სამხედრო დახმარება შევა უკრაინაში, მით უკეთესი, რადგან ეს ფული გააძლიერებს მთელ ქვეყანას როგორც თავდაცვით, ასევე შეტევით სტრატეგიაში, რომელმაც უკვე ბევრი წარმატება მოიტანა. ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი 2026 წელს უკრაინას არ უჭერს მხარს. 8 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა უკრაინის ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად დაახლოებით 3.2 მილიარდი დოლარი გამოყო. ასე რომ მხარდაჭერა უკვე მოდის. კუბელიუსი უბრალოდ ამბობს, რომ 4 წელზე მეტი ბრძოლის შემდეგ ახლა მხარდაჭერა ვერ შესუსტდება. უკრაინის ომი აღარ არის მხოლოდ ადგილობრივი კონფლიქტი. ეს ეხება ევროპის კოლექტიურ თავდაცვას რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ და უკრაინა ამ თავდაცვაში გადამწყვეტ მოთამაშედ იქცა, რადგან მან შექმნა რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმა და გადაიქცა მსოფლიო ლიდერად სამხედრო დრონების ტექნოლოგიაში. ამიტომ ევროკავშირის მხრიდან გაგრძელებული მხარდაჭერა გადამწყვეტია, თუ უკრაინა უნდა შეინარჩუნოს ზეწოლა და კიდევ უფრო მეტი სირცხვილი მიაყენოს პუტინს. მაგრამ ცოტა ხნის წინ გითხარით, რომ უკრაინის ოლქში მოულოდნელი განვითარება მოხდა. ივნისის დასაწყისში აშშ-ის კონგრესმა მცირე ნაბიჯი გადადგა იმისკენ, რომ დააჯილდოს ის ბრძენება, რაც უკრაინამ 2026 წლის განმავლობაში აჩვენა, მეტი იარაღითა და მხარდაჭერით. უკრაინის მხარდაჭერის აქტი წარმომადგენელთა პალატაში 226 ხმით 185-ის წინააღმდეგ მიიღეს. ეს აქტი არ იძლევა გარანტიას, რომ აშშ უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის, მაგრამ ის საფუძველს ქმნის უკრაინისთვის დახმარების გასაწევად, რაც მოიცავს გაფართოებულ სადაზვერვო თანამშრომლობას, რუსეთზე დამატებით სანქციებს და უსაფრთხოების დახმარებას. ამ აქტის მიღება უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს აჩვენებს პუტინს, რომ მიუხედავად ყველა არეულობისა, რომელიც მან შეეცადა და შეექმნა აშშ-სა და უკრაინას შორის, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში, აშშ კვლავ უჭერს მხარს უკრაინას. ეს მხარდაჭერა ახლა უკვე წერილობითია. აშერიკში ახლახან ჩაიყარა საფუძველი უფრო ღრმა თანამშრომლობისა და უკრაინის თავდაცვაში მეტი ინვესტიციისთვის. თუმცა აქ ერთი დათქმა. აქტს ჯერ კიდევ უნდა გაიაროს აშშ სენატი და არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ასე იქნება. თუმცა სიგნალი უკვე არსებობს. ორპარტიული კანონპროექტი გავიდა წარმომადგენელთა პალატაში, რაც პუტინს აჩვენებს, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა აშშ-ში უფრო ძლიერია, ვიდრე მას ეგონა. თვეების მანიპულაციებმა შედეგი ვერ გამოიღო. ის გზავნილი, რომელიც პუტინს არ სურდა მოესმინა, უკვე გაგზავნილია. და როცა უკრაინა იბრუნებს კიდევ უფრო მეტს, რაც მას ეკუთვნის და როგორც ჩანს ემზადება 2026 წლის მეორე ნახევრისთვის, სადაც იგივეს გააგრძელებს, პუტინის ყველაზე დიდი სირცხვილი შეიძლება მოლაპარაკებების მაგიდასთან დადგეს. უკრაინას აქვს ბერკეტი, რომლის ქონასაც რუსეთი არასდროს ელოდა. ახლა უკრაინაა ის, ვინც ძალის პოზიციიდან შეუძლია მოლაპარაკება. პუტინს ეგონა, რომ ყველა კოზირი მის ხელში იყო. 2026 წელს უკრაინამ არაერთხელ გამოიტანა UN-ოს რევერსი. უკრაინა არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას. იმისათვის, რომ გააგრძელოს საშუალო მანძილზე დარტყმების კამპანია, რომელმაც უკრაინას 2026 წლის წარმატებები მოუტანა, ქვეყანა ახალ და უფრო ძლიერ დრონებს აშენებს. ერთ-ერთმა ასეთმა დრონმა ახლახან დებიუტი მოახდინა. მორიგანი აფრინდა და გადამწყვეტ როლს ასრულებს რუსეთის RR-280 სახმელეთო ხიდის განადგურებაში. და ეგეთ შეიძლება თუ არა ეს საიდუმლო ახალი დრონი იყოს საშუალო დარტყმის თამაშის შემცვლელი, რომელიც უკრაინას სჭირდება. ჩვენი ვიდეოს ვორებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და კიდევ უფრო ღრმად გაეცანით ვიდეოებს, რომლებიც აჩვენებს პუტინის წარუმატებელი შეჭრის რეალობას. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.